მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მე ვარ ჟურნალისტი ჟანა ასანიძე. დღეს თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა პარტიას მოძრაობა თავისუფალი სამართლიანი საქართველოსათვის უკაცრავად. სტუდიაშია პარტიის თავმჯდომარე ბატონი სერგო ჯავახიძე. ბატონ სერგო, ძალიან ბევრი სასაუბრო თემა დააგროვდა მას შემდეგ, რაც თქვენ, ასე ვთქვათ, წინა ეთერი გქონდათ თავისუფალ ტრიბუნაში. მას შემდეგ იყო ბიძინა ივანიშვილის სამი აქცია, უпростоრად 27 მაისის შემდგომ ქუთაისში, შემდგომ ბოლოს უკვე ოზურგეთში. ამბობენ, რომ ეს იყო მოტივირებული ხალხის ერთიანობა, რომელიც მობილიზებული იყო აქციის ფარგლებში. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, რას ნიშნავს მოტივირებული საზოგადოება ამ შემთხვევაში? ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები თუ ხელისუფლების მიმართ, ასე ვთქვათ, პრეტენზიებით და როგორ ვთქვათ, პროტესტის გამომხატველი საზოგადოება განურჩევლად პარტიული კუთვნილების. დიდი მადლობა. მივესალმები ტელემაყურებელს, მეორე არქის ტელემაყურებელს. თქვენს კითხვაზე ქალბატონო ჟანა სანამ გადავალ, მე მოკლედ მიმოხილვას გავაკეთებ. რა თქმა უნდა, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო პოლიტიკური ბატალიები მწვავდება, ზოგიერთი პარტიის მიმართ მოლოდინი იზრდება, ზოგიერთი პარტიის მიმართ მოლოდინი ქრება, მაგრამ ეს ასე ბოლომდე ასე არ გაგრძელდება დარწმუნებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ გამოიკვეთა ახლა რა თქმა უნდა კოალიცია, ქართული ოცნება, რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ სერიოზულ მზადებაშია, მაგრამ ის რო ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილის ეს თქვენს მიერ ჩამოთვლილი აქციები, ვთქვათ, რა ხალხით იყო მოტივირებული ხალხით იყო თუ ვთქვათ, ვინ იყო ეს ადამიანები, კოალიციის მხარდამჭერები, ანუ ან ის ადამიანები, ვისაც ქვეყანაში ცვლილების სურვილი აქვს, ამაზე გაგცემთ ასეთ პასუხს, რომ საბოლოო ჯამში მე არაერთხელ მithქვამს ამ ეთერშიც, რომ 2012 წლის შემოდგომის არჩევნები ქვეყნისთვის როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები იქნება ერთი კიდევ წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენაც და ვთქვათ იმ მიმართებასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება როგორ დამოკიდებულებით იყო ხალხთან დარწმუნებული ვარ, რომ დიდი დოზით შეიცვლება და ვიტყოდი, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ აქციებმა აჩვენა ქვეყანას და მე მგონი დამეთანხმება ტელემაყურებელი, რომ პოლიტიკური კულტურა გაზრდილია. საკმაოდ სერიოზულად არის გაზრდილი. პარტიული კუთვნილების მიუხედავად ძალიან ბევრი ადამიანი იდგა ამ აქციებზე. თქვენი პარტია მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის როგორ იყო წარმოქმნილი? მოგახსენებთ. ხედავთ, რომ პოლიტიკური კულტურა გაზრდილია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს თვითონ ნაციონალურ მოძრაობასაც უკვე ეთყობა ქართული ოცნებასთან დამოკიდებულებაში და საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს აქციები მაქსიმუმ გრძელდება 40-45 წუთი. საკმაოდ მე მგონი არ მიწყებს კოალიციის წარმომადგენლები და ბიძინა ივანიშვილის გაზრდილია და პოლიტიკურად გულისხმობ, საკმაოდ სერიოზული მიმართებია, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართები ხალხის მიმართ, რაც ხალხს მოსწონს და პრაქტიკულად ამ 40-45 წუთში ადამიანები მიდიან კმაყოფილები ამ აქციიდან და რაღაცა ცვლილების მოლოდინში არიან. ეს რეალურად მარტო ვთქვათ კოალიციას და ამ სხვა პოლიტიკურ ძალებს არ აქვს გადადებული. ეს არის გადადებული იგივე ნაცმოძრაობაზეც. თუ ვთქვათ რადიკალური იყო მოთხოვნები, ვთქვათ გავიხსენოთ მაისის მოვლენების დროს ხელისუფლებაც იყო რადიკალური, ხელისუფლების მიმართ თუ იყო ვთქვათ ის რომ გადადექი ეს მოთხოვნა და ვთქვათ ის დროშის ტარები და ასე შემდეგ, შედეგიც ადეკვატური დადგა. ბატონ სერგო, თქვენ ძალიან კრიტიკული ყავით ბიძინა ივანიშვილის. არა, მოგახსენებთ მაგაზეც. ეხლა თითქოს ლოიალური პოზიცია გაქვთ, რატომ? მოგახსენებთ მაგაზეც. მე ვხედავ, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ აქციებმა გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ. მე არ გამიგონია, მე კი ძალიან ყურადღებით ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის ყველა გადადგმულობით საბოლოო ჯამში ჩვენც მივდივართ არჩევნებზე და ჩვენც ვაგროვებთ ჩვენ ხმებს, მაგრამ ვხედავ ერთ რამეს, რომ ამ ფორმით ჩატარებულმა აქციებმა და ამ დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას მე არ გამიგონია თუ თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და გაქვთ ამისთან ინფორმაცია, ძალიან კარგი იქნება თუ იტყვით ეთერში, რომ ვთქვათ, როდისმე რომელიმე სამარშრუტო ტაქსი ან რომელიმე ტრანსპორტ საშუალება გაეჩერებია და თქვათ დანიშნულების ადგილზე ვერ მისულიყო. არავითარი ხელის შეშლა არ არსებობს. მე მგონი ეს ნორმალური დამოკიდებულება იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ამ აქციებზე მიდიან და
და რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას. ანუ იმის თქმა გინდათ რომ ხელისუფლება რეალურად ხელს არ უშლის კოალიციას თავისი მიზნების განხორციელებაში ამ ეტაპზე სანამ არჩევნებამდე მივა. ყოველ შემთხვევაში დღემდე ხედავ რომ ხელისუფლება არ უშლის ხელს იქიდან გამომდინარე რომ მე უფრო ამას ვაბრალებ, თქვათ იმ დამოკიდებულებას და იმ მოთხოვნებს და იმ ყველაზე დიდ მესიჯს, რომელსაც აცხადებს ქართული ოცნება, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით. კეთილი, მაგრამ იმ პროვოკაციებზე რაც მეტყვით ბატონ სერგო, რომელიც რეალურად თითქმის ყოველდღიურად იყო, ასე ვთქვათ, ძალიან ეფექტურად მიმდინარეობდა, ხშირად ეს კულუარული ინფორმაციებით უფრო ვრცელდებოდა, ვიდრე ოფიციალურად, მაგრამ ცხადია, რომ არსებობდა პროვოკაციები ხელისუფლების მხრიდან. პროვოკაციები. თუ ეს თქვენთვის არ იყო პროვოკაცია. ჟანა, ყოველთვის იყო პროვოკაციები, ხელისუფლების მხრიდანაც იყო და არ იყო გამორიცხული, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისგანაც ყოფილიყო. მაგრამ კოალიციის მხრიდან? პროვოკაციაში თქვენ რა ანუ გამოწვევა ერთგვარი ხელისუფლების რომ აბა რა ქმედებას განახორციელებს ხელისუფლება რომ შემდგომ ამაზე კონდეს სპეკულირება ოპოზიციას. ხშირად ეს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციის ეს პოლიტიკის ნაწილია ჟანა და მე მგონი ყველა ცდილობს მოწინააღმდეგე მხარეს შეცდომა დააშვებიოს და ამ საკითხებზე ახლა მე ცოტა გამიჭირდება ლაპარაკი, მაგრამ ის რომ თქვა ჩვენ თუ ვთვლით თქვათ პროვოკაციად რომ ოდესაც ბიძინა ივანიშვილი ხვდება ხალხს, თქვათ მაგალითად იყო ქედაში ნახე რაღაცა ინტერნეტში კადრები, რომ ქედაში თქვათ შეხვედრა ქონდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიღაც სოფელში ზუსტად აღარ მახსოვს, აჭარის შეხვედრებზე იყო, თქვათ გამოვიდა რაღაცა რამოდენიმე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და მიშას გაიძახა და ეს არ შეიძლება რომ ჩაითვალოს პროვოკაციად, მე არ მგონია რომ ეს დავალება და ეს ნაციონალური მოძრაობიდან ან ცენტრიდან მიდიოდეს, რომ თქვათ ვიღაცამ ხელი შეუშალოს შეხვედრებში და ანალოგიური ნახე კიდეც მე მაგალითად ერთი კადრი იყო, თუ არ ვცდები, ეს გურიაში იყო შეხვედრა, როდესაც რამაზ ნიკოლაიშვილი ხვდებოდა ამორჩევას, პარ ბიძინა გუჯაბიძე მივიდა და მოსთხოვა რაღაცაზე კითხვებზე პასუხის გაცემა და ეს ნორმალურია, პირიქით. თუ ამ შეხვედრებზე და თუ ამ თავყრილობებზე იქნება ისეთი რაღაცა, რომ თქვათ ოპონენტი პარტიების ლიდერი იქნება, თუ თქვათ წარმომადგენელი კითხვას დასვამს და მოითხოვს პასუხს, მე მგონი ეს ხალხისთვის სასარგებლო იქნება და ბატონ სერგო, როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა ასე ვთქვათ, საფუძველი დაუდო აქციების ახალი ტიპის შექმნას. ეს არის ძალიან დემოკრატიული აქციები, როდესაც ადამიანი რომელიც დგას ამ აქციაზე, არ ელოდება ლიდერისგან ზედმეტ რადიკალიზმს. ანუ ყველა მიცის, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვა ტრიბუნასთან თავის წინასაარჩევნო სიტყვას იტყვის, ჩვეულებრივად დაემშვიდობება საზოგადოებას და მიდის. ანუ ხალხის მოლოდინი თითქოს თავიდან სულ სხვა იყო. შემდგომ კიდევ უკვე მიეჩვია, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის აი ამ კონსტრუქციულობას. მაგრამ დარჩა ნაწილი საზოგადოებაში, რომელიც ასე ვთქვათ, აგრესიულია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, იმიტომ რომ უფრო მეტ რადიკალიზმს ითხოვს მისგან. რამდენად მოგწონთ თქვენ, როგორც ასე ვთქვათ, ოპონენტი პარტიის ლიდერს მისი კონსტრუქციულობა? მე ბიძინა ივანიშვილის თქვათ პოლიტიკური გეგმები, მისი პლატფორმა მომწონს თუ არ მომწონს, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე გავიხსენებ, არ აქვს. ახლა მე პირადად ჩემი გეგმები მაქვს და ჩვენ გეგმების განხორციელებას ვთქვი, რომ კი ადამიანს თავისი გეგმები აქვს. მე უბრალოდ ერთ რამეს ვიხსენებ. გავიხსენებ თქვათ 2005 წლიდან დაახლოებით რაც სააკაშვილის ხელისუფლებაშია, მე არ მახსოვს გაზაფხული და შემოდგომა, რო არ ყოფილიყო გამოსვლა, რო თქვა მიშა წადი გაზაფხულზე, აი შემოდგომაზე ძალებს მოვიკრებთ და მიშა წადი შემოდგომაზე. საბოლოო ჯამში აი ამ ყველაფერმა იქამდე მიიყვანა, რომ ოპოზიცია იმდენად დასუსტდა, იმდენად უკვე აგრესიას იწვევდა ადამიანებში, უკვე რუსთაველზე მიკროფონით გამოსული ადამიანი და ის მოწოდება, რომ დღეს სასწრაფოდ ხელისუფლება უნდა გადავაგდოთ და არავით არის არჩევნები, აი დღეს უნდა წავიდეს ჩვენ ამას. ანუ ნანობ თქვენი მხრიდანაც რადიკალიზმს რაც დაუშვათ ხალხამდე ხონდა. პირიქით ქართული ოცნების ამ გეგმამ, რასაც ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი, მე არ ვიცი ხა რამდენად შედეგიანი იქნება საბოლოო ჯამში, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ, რომ ეს არის ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია, დასავლური ტიპის საარჩევნო კამპანია, ხალხთან შეხვედრა, ესეთი ნორმალური ის 40 წუთიანი, 45 წუთიანი პროგრამის გაცნობა. ეს სხვა საკითხია რა დაპირებებზეა. ჟანა ლაპარაკი და ვის როგორ პირდებიან და ბევრჯერ გაჟღერდა რაღაც პოპულისტური განცხადებებიც, მაგრამ მე არ ვიძახი, რომ ახლა ხესვადებ ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ესეთი რაღაცებიც ხდება, მაგრამ ეს არის იმ ტიპის საარჩევნო კამპანია, რომელსაც მე ვისურვებდი პირადად. ეს ჩემი აზრია, ვისაც არ მოსწონს, თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ კი ადამიანები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატია უნდა აშენდეს, აი ამ ტიპის საარჩევნო კამპანია
მართლაც მისაღები კამპანია პირადად კეთილი. ბატონ სერგო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ჩართულიყო, მაშინ ასე ვთქვათ, საზოგადოების ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია იმან, რომ ის პოლიტიკურად დაქორწინდა რესპუბლიკურ პარტიაზე. ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებს, რომ რესპუბლიკური პარტია მაქსიმალურად ცდილობს თავისი კვოტის და თავისი სიდიადის შენარჩუნებას, მაგრამ პრაქტიკულად იქ გაჩნდნენ უკვე ძალები, რომლებიც მეტნაკლებად ცდილობენ ამ ძალის შესუსტებას და ალბათ ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ შესაძლოა კოალიციაში ძალიან მცირე რიცხოვანი რესპუბლიკური პარტია იყოს წარმოდგენილი. რამდენად ხედავთ თქვენ ამ ტენდენციას და რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ რესპუბლიკელებთან მთელი ასე ანშლაგით დაკავშირება თავის პოლიტიკური ბედის შემდგომ უკვე აი ამ ეტაპზე გადასულიყო? მე ცოტა მოვერიდები ზანა ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხის გაცემას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მათი შიდა სამზარეულოა და მათი გადაწყვეტილება. მაგრამ გვეხება ჩვენს. პრინციპში მე ერთხელ რო შეგვეხოდა მათ შორის არა მარტო ჩემ პოლიტიკურ პარტიას, მას შემდეგ უკვე მაგათ სამზარეულო გახდა რესპუბლიკურმა პარტიამ ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა დაბლოკა ამ გაერთიანებაში შესვლისთვის. მაგრამ მე ხლა ვფიქრობ, რომ ეს მათი შიდა სამზარეულოა, თუმცა არ შეიძლება არ გააკეთო კომენტარი იმაზე, რომ ის რაც თქვათ, რაც ჭორი ვრცელდება და ჭორი რატომ ყველამ კარგად ვნახეთ დათო ბერძენიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მაჟორიტარების შესახებ. ეს მართლა წინ გაასწრო მოვლენებს დათო, მაგრამ ეს მათი სამზარეულო თვითონ გადაწყვეტავენ. იცით რა, ძალიან ფრთხილი მეჩვენებით შეფასებისას დღეს მეჩვენება თუ ეს მართლა ასეა? არავით არის ფრთხილი არა ვარ, მე ერთი 4-5 ეთერის წინ დავდე პირობა, რომ მე არ ვლაპარაკობ და არ მაინტერესებს კოალიციაში რა ხდება, ან სხვა პოლიტიკურ ძალებში რა ხდება, ჩვენ პარტიას ჩვენი გეგმები გვაქვს, მაგრამ იმაზე რომ თქვა თუ ფიქრობთ, რომ მე თავი ავარიდე იმ კითხვას, რომ მე რა კოალიციის მიმართ რატო ვიყავი თქვა განწყობილი და ეხლა მე ლოიალური გაქვს, დღესაც ვიტყვი, რომ პირველი დღიდან რაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, წინასწარ თქვი, რომ ეს დადებითად შეიძლებოდა შეფასებულიყო, მაგრამ ის რომ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის იქნებოდა ამ კოალიციის ან შემადგენელი ნაწილი, ან თქვა ერთი იდეის გამზიარებელი, ეს მაშინ გამორიცხა. და გამოურიცხე ერთი მიზეზის გამო. ეს არ არის მარტო თქვა ის გარემოცვა, ეს არ არის თქვა ბიძინა ივანიშვილის მიერ რაღაც გაკეთებული მაშინ იმდროინდელი განცხადებები. უბრალოდ მე მინდა კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარი დამიჭირა მე და თქვა ყრილობა მოხდა, სხვა შორის ერთადერთი პარტია ვარ, სადაც თავმჯდომარე გადავაყენეთ და თავმჯდომარე შეიცვალა. მე მინდა აი ამ ჩემ ხალხთან ერთად სხვათა შორის რადიკალურად შეცვლილია გუნდი, პრინციპებით და იდეებით უკვე უფრო მეტი თანხმედრა იდეების, გავიდეთ არჩევნებზე და ჩვენი ძალები ჩვენ თვითონ მოვსინჯეთ. ბატონ სერგო, გასაგებია თქვენი პოზიცია აბსოლუტურად მესმის და ძალიან ბევრ პარტიის ლიდერს აქვს ეს პოზიცია, ვინც არის ახლა ოპოზიციაში, მაგრამ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და მან ეს თქვა საჯაროდ განაცხადა, რომ მე მოვდივარ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, იმიტომ რომ შევცვალო არსებული ხელისუფლება და უკეთესი პირობები შეუქმნა ქართველებს, მაშინ საზოგადოებრივი დაკვეთა იყო ასეთი, რომ გაერთიანებულიყო მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, ეს იქნებოდა ერთიანი ფრონტი, რომელიც შეუტევდა მიხეილ სააკაშვილს. ანუ ამოსავალი დებულება ამ ადამიანების, ვინც დავუშვათ პროცესს აცხადებდა და ვინც შეურიგებელი იყო რეჟიმთან, მათთვის იყო ის, რომ პირველ რიგში დავამარცხოთ ხელისუფლება და მერე მივხედოთ ჩვენ თავს. ერთგვარად განაწყენებული პოზიცია ხომ არ ქონდათ მაშინ და უბრალოდ ეხლა ცოტა შეიცვალეთ, ასე ვთქვათ, პლატფორმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. პირიქით, განაწყენებული კი არა, მე დავასწარეთ თქო მოვლენებს და ვთქვი ეს, იმიტომ რომ მართლაც ისე იყო, აი გეტყვით ახლა თქვათ მე რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები დაემატა ბიძინა ივანიშვილს. აი ჩემთვის მაგალითად ახლა დღეს გაუგებარია, ჟანა ამ თემაზე ალბათ ცოტა მოგვიანებით კიდევ ვილაპარაკეთ, მაგრამ გაუგებარია თქვათ ბიძინა ივანიშვილთან თქვათ მრეწველების ყოფნა. რატომაა გაუგებარი? იმიტომაა გაუგებარი, რომ ის გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის, პრაქტიკულად იყო ის ფუნდამენტი, რომელიც იყო 6-იანის და 8-იანის ფუნდამენტი. მოდი რა გავიხსენოთ რა, ეს არის ალასანია, ეს არის ძიძიგური, ეს არის დავითაშვილი, ეს არის რესპუბლიკელები და ასე შემდეგ, რომლებიც ლამის მოღალატეებად გამოაცხადეს ქრისტიან დემოკრატები და მემარჯვენეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. რატო დავიწყდათ, რომ მრეწველებმაც მოაწერეს იმ გარემოს გაუმჯობესებაზე ხელი?
მე სვამ კითხვას, როდესაც ესეთი ვთქვათ დამოკიდებულება, აი როგორ გავიგო მე ახლა რა ტიპის დამოკიდებულებაა და ვთქვათ რა პოლიტიკური პლატფორმის პარტიებია შეკრებილი და რატომ? ჯერ ჩვენ ახალი ძალა ვართ. მე ამისთანა პოლიტიკურ ძალებს შორის დარწმუნებული ვარ, ადგილს ვერ ვიპოვიდი. მე ჯერ უნდა დავამტკიცო ჩვენმა პარტიამ რა ძალა ვართ და მე ვილაპარაკო, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად მე მგონი არ არის საზოგადოებისთვის მართლა საინტერესოა. რატომ არ არის რატომ არის მემარჯვენე ის მრეწველები იმ პოლიტიკურ კოალიციაში, რომელთა 5 წევრი მინიმუმ ფორუმის მათ შორის მოღალატეებს ეძახდნენ იმ კარგი, მრეწველებს რომ თავი დავანებოთ, სხვები რომ არიან ამ კოალიციაში, თქვენთვის სავსებით გასაგებია მიზეზები? მე იცით რაც გულისხმობ, იმიტომ რომ ზოგიერთმა რეალურად თავისი სოფლმხედველობა განსაკუთრებით საგარეო ფაქტორებთან დაკავშირებით, ნატოსკენ სწრაფვა, პრორუსული ორიენტაცია და ასე შემდეგ, ეს სპეკულირების თემა რომ იყო, ძალიან ბევრმა დათმოკიდეთ, ასე ვთქვათ, ოღონდ კი ყოფილიყვნენ კოალიციაში. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ნაბიჯი ამ პარტიული სუბიექტების მხრიდან და მეორე, რამდენად ინარჩუნებს გარეშე თვალისგან კოალიცია ერთიანობას? მოდით ასე ვიტყოდი, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ეს მათი პოლიტიკური გემოვნება, მათი გადასაწყვეტია ვისთან წავლენ და როგორ წავლენ. თუმცა საზოგადოებამ ძალიან მე ვთხოვთ, რამდენად სწორი პოლიტიკური გემოვნებაა შემიფასოთ. მე მაგაზე გცემ ზუსტად პასუხს, მოსახლეობამაც, ამომრჩეველებმაც ძალიან კარგად იცის. ხა არ დავიწყებ ახლა ყველა პოლიტიკური ძალის ჩამოთვლას, მაგრამ ეხლა არ მინდა რომ ფინანსურ საკითხებზე დავიწყო საუბარი რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, სადაც ფული იყო პოლიტიკური ძალებიც იქ იყრიდნენ თავს. ეს ხალხი 20 წელია და 30 წელია პოლიტიკაში არიან და ზოგიერთებისთვის ეს ბიზნესია და მაგრამ ბევრი ისეთი სახეა, რომელიც პოლიტიკაშიც არ ყოფილა, იმაზე რას მეტყვით? ვინც ახალი სახეებია, ალბათ ეს მათთვის მისაღებია და მაგრამ მე ეხლა ჩემთვის ძალიან გაუგებარია ვთქვათ, იყოს მისაღები ერთ შემთხვევაში სიტყვაზე ნოღაიდელი, მეორე შემთხვევაში ბადრი პატარკაძე, მესამე შემთხვევაში სიტყვაზე ნინო ბურჯაძე, მეოთხე შემთხვევაში ბიძინეო. სულ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობთ რა, მაგრამ თუ გადავხედავთ, ესეთი ადამიანები არიან, რომლებიც იქაც იყვნენ, იქაც იყვნენ. ბატონ სერგო, არ შემიძლია არ გკითხოთ, რომ გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ვინც არის ასე ვთქვათ, ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივად გამოსული პოლიტიკური ფიგურები, გნებავთ ხალხი, ვისაც მეტნაკლებად შეეხო ეს რეჟიმი, ეს გასაგებია, რატომ იყრიდნენ დავუშვათ კოალიციის გარშემო თავს, მაგრამ არსებობენ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, განსაკუთრებით აღალჩინოსნებიც, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან და შეინიშნება უკვე მათი სულა ბიძინა ივანიშვილის კოალიციისკენ. გასაგებია, რომ იქ არის მატერიალური მომხიბვლელობა, რაღაცა, მაგრამ თავისთავად ხომ არ გონიათ, რომ უკვე ხელისუფლების დაბალ ეშელონებში უკვე მიმდინარეობს სერიოზული რღვევა? თუ ეს მხოლოდ მოჩვენებითია და თითო ორროლა კაცი არ შეიძლება ახლა ამ თემაზე საუბარი. ძალიან გთხოვთ ილუზიას ნუ შეუქმნით მოსახლეობას და იმ ოპოზიციურ ძალებს, ვინც თქვათ ოდნავ მაინც იზიარებს თქვენ ამ დასმული კითხვის დადებით მხარეს. არავითარი რღვევა ხელისუფლებაში მე როგორც უყურებ არ არის, არ ნიშნავს. მაია მიმინოშვილის ნაბიჯს როგორ არის? აი თქვათ მაია მიმინოშვილი და თქვათ კიდევ რომელიღაცა პოლიციელის რაღაცა ნაბიჯი. მოდით ამას ცოტა ესეთი ფორმით შევხედოთ რა. მოდი ხელისუფლებას თავი დავანებოთ და თქვათ ნაციონალური მოძრაობა, პარტია. როგორც მოძრაობა სამართლიანი საქართველოს, ისე როგორც დანარჩენი სხვა და იგივე 8 სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია. ესეც ერთი იდეების გარშემო გაერთიანებული პარტია. არის ერთი იდეის გარშემო. არის ესეთი რაღაცა, ხა მე მგონი ყველა პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი დამეთანხმება, რომ მიგრაცია და ემიგრაცია პარტიიდან პარტიაში რაღაცა დოზით სულ არსებობს. რაღაცა დოზით, თქვა დღეს ჩემთან არის ხვალე გადავა რომელიღაცა პარტიაში, ან იქიდან გადმოვა და გამოაცხადებს, რომ მე იქიდან ტოვებ და აქეთ მივდივარ. ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის დარჩება რა. ამით იმას მე ვერ შევქმნი, რომ თქვა ეს არის რაღაცა, ეს იქნება მართლა ილუზიის შექმნა იმისთვის, რომ თქვა ახლა ნაციონალური მოძრაობა, რადგან თქვა მიმინოშვილი წავიდა, ჯერ ისეც ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ თქვა მიმინოშვილმა თქვა დატოვა თანამდებობა და მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში აღმოჩნდა, ესეც რაღაც ჩემთვის ცოტა ისეთი ბიძინა ივანიშვილი რო ყოფილიყო, მაშინ სად მიდიოდა. კი, მაგრამ თავი იმით გაიმართლეს, რომ უბრალოდ შეწუხებული და რეპრესირებული იყო მაია მიმინოშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიმპათიის გამო და მან მორალური მხარდაჭერა გამოხატა, როდესაც მიმინოშვილი მეორე დღეს თავისთან მიიღო. თქვენთვის ეს შეიძლება ადამიანი გაათავისუფლოს სამსახურიდან. ჩვეულებრივი ამბავია რა, ჩვეულებრივი.
დამსახურებაც არ გაითვალისწინონ, თქვათ ისიც ეს ხდება კერძო ბიზნესშიც, ეს ხდება სახელმწიფო სტრუქტურაშიც. ეს იმას არნიშნავს, რომ ამით უნდა წახვიდე და რაღაც ახლა თუ თქვათ უკანონოდ არის გატანა, ამისთვის სასამართლო არსებობს, მაგრამ ხა ჩემთვის ეს გასაგებია, მე მესმის რომ თქვენ ახლა ამ თემებზე შესაძლოა არ გქონდეთ ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული წარმოდგენა, იმიტომ რომ თქვენთვის თქვენი პარტიული საკითხები უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მე როგორც ჟურნალისტ მაინც საჭიროდ ვთვლი, რომ ახლა მაია მიმინაშვილის მხრიდან შევხედოთ სიტუაციას. მაია მიმინაშვილი, რომელიც ყოველთვის იყო სალანძღავი ობიექტი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ერთი აბიტურიენტი მაინც ყავდა სახლში შემდგომ ეტაპზე უკვე, ანუ ამ ეტაპზე უკვე ფრთიან ანგელოზად რომ წარმოუდგა საზოგადოებას, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს? ჩვენ მოდით ისე ვთქვათ, რომ შევაფასოთ მისი გაკეთებული საქმე და მოდი პიროვნებას თავი დავანებოთ ახლა. არა, პიროვნულად მას როგორც თქოს არ ხვდები. უნებრივია მის საქმიანობას. ვფიქრობ, რომ მაგ ადამიანმა გააკეთა რაღაცა გარკვეული სამუშაო და შეიძლება ლომის წილი მიუძღვის ამ ყველაფერში, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო ეროვნული გამოცდების ვთქვათ ასეთი კაი ფორმით ჩატარების მხრივ და მე მგონი არ არსებობს არც ოპოზიციური ძალა და არც პოზიცია, რომელიც ამას დადებითად არ აფასებს, მაგრამ მოხდა ასე, ყველაზე სამწუხარო ის იქნება, რომ ვთქვათ არის კიდეც და მე ვთვლი, რომ ეს ასეა, რომ პოლიტიკური ნიშნის რაღაცა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან ჰქონდა ადგილი, თორე სხვა მხრივ ვთქვათ მინისტრი სრული უფლება აქვს, რომ ნებისმიერი სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლოს. თქვათ, თუნდაც იმ მიზეზით, რა მიზეზითაც გამოაცხადეს. ნუ უბრალოდ შეიძლება აქ სხვა რაღაცასთან მოხდეს. კარგით, ბატონ სერგო, მეორე თემაზე მინდა თქვენთან საუბარი გადავიყვანო. ეს არის თემა ცოტა ძველი, ასე ვთქვათ, ჰილარი კლინტონის ჩამოსვლას ეხება, მაგრამ მე რა კონტექსტში მაინტერესებს მისი ჩამოსვლა, ასე ვთქვათ, როგორი აზრი გაქვთ თქვენ. როდესაც ჰილარი კლინტონი და ზოგადად ასეთი მაღალი რანგის ჩინოვნიკები ჩამოდიან ხოლმე საზღვარგარეთ, ყოველთვის ხდება ერთი და იგივე ტერმინის დემოკრატიის სხვადასხვა ბრუნვაში ტრიალი. ნაწილი საზოგადოებისა მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა ხელისუფლებისთვის, კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, ზოგნი კი მიიჩნევენ, რომ ის უბრალოდ დემოკრატიულ ძალებს უჭერს მხარს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ კონკრეტდება ხოლმე ვინ არიან ეს დემოკრატიული ძალები. თქვენთვის ჰილარი კლინტონის ჩამოსვლა რასთან იყო ასოცირებული და რომელი დემოკრატიის რა ნაწილს უჭერს ის მხარს? ჰილარი კლინტონის ვიზიტზე წინა ეთერში ჩვენ ვილაპარაკეთ, მაგრამ ნუ ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც იყო ჰილარი კლინტონის ჩამოსვლის შემდეგ, იყო რომ ამერიკა დარჩებოდა მიუხედავად იმისა, რუსეთთან ბევრი საერთო პოზიციისა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ გაიზიარებდა რუსეთის აზრს და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, კატეგორიული მოთხოვნა იყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარების. ჰილარი კლინტონის ამ ვიზიტმა შეიძლება ძალიან დიდი როლიც ითამაშა, ვთქვათ, იმაში, რომ რასაც შევაპარაკობთ, რომ ვთქვათ, პრაქტიკულად ხელისუფლება ხელს არ უშლის არავითარი აქციების. პირიქით, მე მგონი დამკვირვებლები, არასამთავრობოები ესწრებიან ამ აქციებს, მიდიან და აკვირდებიან, ვთქვათ, რამე დარღვევა ხო არ ხდება და პირიქით, მიდის პრაქტიკულად მე ვხედავ, რომ ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან ესეა, ხვალ რასი მოიმოქმედებს ხელისუფლება ან ოპოზიცია ან სხვა რომელიმე ძალა, ეს სხვა საკითხია. ბატონ სერგო, გასაგებია, მაგრამ შევარდნაძესაც უწოდებდნენ დემოკრატიის მამას, დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს და მაინც ახვეწებიან დემოკრატიული არჩევნების ჩაატარა ქვეყანაში. ვერ დაგეთანხმებით, რატო? რამდენი კვლევაც გამოქვეყნდა და განსაკუთრებით მე მგონი ფრიდო ჰაუსის კვლევაზე იყო ბოლოს ლაპარაკი, ჩვენი დემოკრატიის ხარისხი საშუალოზე დაბალი დონით არის შეფასებული და ამას არავინ არ ამბობს, რომ თქვა. კი, მაგრამ პიროვნებებზე როდესაც ხდებოდა ხოლმე, ასე ვთქვათ, აქცენტი, რომ დაუშვათ შევარდნაძე იყო დემოკრატიის მამა, თქვენთვის ეს ცნობილი გამოთქმა, დემოკრატიის შუქურა არის მიხეილ სააკაშვილი, ეს ხომ მათგან მოდის ძირითადად, იმიტომ რომ მე ჩვენ უკვე და ზუსტად მაგაზე გქცევთ, ქავატონი ჟანო პასუხს. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დემოკრატიის ხარისხი საქართველოში რაც ფასდება, ძალიან კარგად ესმის და ტელევიზიაშიც კარგად ესმის და ყველგან გავრცელებულია, რომ ჰიბრიდულ ქვეყნების რიგში ვდგევართ ჩვენ. ამიტომ ჩვენთან დემოკრატიაზე არ არის ლაპარაკი, რომ არიქა ჩვენ დემოკრატიის შუქურა ვართ. აქ არის იმაზე ლაპარაკი, რომ დემოკრატიის გზას თუ დაადგება თუ დარჩება ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში როგორც არის. ამიტომ არის ეს მოწოდებები და ამიტომ მაქვს მე მგონი დარწმუნებული ვარ საქართველოს დიდ ნაწილს, მოსახლეობის დიდ ნაწილს დიდი იმედი აქვს ამ არჩევნების, რომ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ვიძახი, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს მნიშვნელობა უკვე
ამას არ აქვს. ეს უნდა იყოს. რაც აქვს მნიშვნელობა? მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ არა ხელისუფლებაში? ამას აქვს მნიშვნელობა? მოდი ერთი რაღაცა ვთქვათ. მოდი შევადაროთ, ვთქვათ, დღევანდელი პარლამენტი და ვთქვათ და წარმოვიდგინოთ მომავალი პარლამენტი, როგორც გინდათ გაანაწილეთ პროცენტული მაჩვენებლები, იქნება თუ არა მეტად დემოკრატიული ის პარლამენტი დღევანდელთან შედარებით. მე მგონი დამეთანხმებით, რომ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ორი აზრი არ არსებობს. თუნდაც რა პროცენტიც არ უნდა შევიდეს იმ კონსტიტუციით, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, შევძლებთ დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას? რას გულისხმობთ, რომელ ცვლილებებს გულისხმობთ? ყველა ცვლილება, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირ შემთხვევაში ერთი ადამიანის გამო შედიოდა ხოლმე. ის ცვლილება იმ ერთი ადამიანის გამოა და ესეთი მე მგონი მეორე და მესამე არ მოგვეპოვება და ახლა მაგ კანონმა რაზე უნდა იმოქმედოს, თქვათ ერთ ადამიანზე, ან იმ ადამიანებზე, რომელიც 5 წელი ცხოვრობდა საქართველოში და ევროკავშირის მოქალაქე, ეგეთი რამდენი უნდა იყოს და არა, ეს უბრალოდ ერთი ფაქტორი გამახსენდა, თორემ ძალიან ბევრი ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში, იმიტომ რომ ლევან ბეფხვაძის არ იყოს ხომის სხვა სახარებაო, რომ არ შეიძლებაოდეს შეცვალოთ. ესე იგი შეიძლება ყველა კვირაში შევცვალოთ. ახლა რა თქმა უნდა, რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს კონსტიტუციაში რაღაც ცვლილებებს შეიტანს, მაგრამ ის რო თქვა საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე საიმეოთხედია და უკვე ყველაფერი შეცვლილია, რაც შესაძლებელი იყო, უკვე ფაქტია, ხო, საიმეოთხედი. მე არ მგონია რომელიმე პოლიტიკური ბატონ სერგო, გულწრფელად მიპასუხეთ, თქვენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხედავთ გარანტიას იმისას, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ კი არ დაადგება დემოკრატიის გზას, უბრალოდ გახდება დემოკრატიული ქვეყანა? მე მესმის, თქვენ ხართ პოლიტიკური ოპონენტები, უბრალოდ ძალიან რთულია მაგის დადასტურება, რომ ქვეყანა გახდება დემოკრატიული. რა თქმა უნდა, ისევ ამას გარკვეული დრო დაჭირდება, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მოსვლამ უნდა დაამტკიცოს. ერთ-ერთი ჩვენ არ ვიცით, ახლა ის განცხადებები და ის დაპირებები რაც ხდება, ეს პრაქტიკაში როგორ იქნება და რანაირად იქნება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც უყურებ და ძალიან მომწონს, თქვათ, სოფლის მეურნეობის განვითარებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ და თქვათ, ძალიან მომწონს განცხადება იმაზე, რომ მილიარდი გამოიყოფა და ხშირ შემთხვევაში უპროცენტო სოფლის მეურნეობის თემაზეების მემარჯვენეებიც. მაგრამ ესეთი განცხადება არ მომისმენია, თორემ მათაც დაუკრავდით. კი, ეს არის ძირითადი თემა, რაზეც მუშაობენ ახლა პარტიული ლიდერები. მესმის, მაგრამ ის განცხადებას მე რასაც ვიძახი, ეს მემარჯვენეებს არ გაუკეთებიათ, ეს გააკეთა კოალიციამ ბიძინა ივანიშვილმა და მილიარდი სოფლის მეურნეობისთვის, რამდენიც არ უნდა მოგეთხოვა და როგორც არ უნდა ყოფილიყო ამ ხნის განმავლობაში, მე მგონი მილიარდით მხოლოდ და მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები ფინანსდებოდა და ხოლმე ექსპერტები ამას წინათ წერდნენ, რომ 1 მილიარდი საკმაოდ დიდი თანხა რაიმე სეგმენტის ასაღორძინებლად, მაგრამ სოფლის მეურნეობა არის პრაქტიკულად მკვდარი და მის რეანიმაციისთვის 1 მილიარდიც არ იქნებაო საკმარის. რახან სოფლის მეურნეობა შევეხეთ, ამიტომ გეკითხა. ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა როგორ არის, ცით ახლა მე შეიძლება ცუდად გამომივიდეს და ბევრ ტელემაყურებელს წაკითხული აქვს ის განცხადება, ბენდუკიძის განცხადება და საკმაოდ ისე მომხვდა, რომ რაღაცა სიმართლესთან ახლოს არის. რას გულისხმობ? ესე იგი აუქციონივით არის, რა რაღაცა გარკვეულ, რომელიღაცა პოლიტიკური ძალა გარკვეულ თანხას დებს კონკრეტულ რაღაცაზე, მეორე უნდა აუწიოს, მესამე უნდა აუწიოს, ვინ უფრო მეც დაპირდება, ვთქვათ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, აი ესეთი ტენდენციას ვხედავ. ანუ როგორ არის, ვთქვათ, მე მილიარდს ჩავდებ, არა, მე მილიარდ 200 მილიონს ჩავდებ და ასე შემდეგ. ხო და ანუ აუქციონს დაემსგავსაო, ეხლა მე ბენდუკიძის სიტყვებს ვიმეორებ, თუმცა მე ბენდუკიძის პოლიტიკა ჩემთვის კეთი, ბატონ სერგო, ბუნებრივია კითხვებს გავაგრძელებთ, მაგრამ მაყურებელი ყავს ხალხზე და უსმენთ მაყურებელს. სალმებით ბატონებო. მე მინდა ჩემი კითხვა აზრი გამოვთქვა ჟურნალისტის სიტყვის თაობაზე. გამოგეხმაუროთ, ხალბატონო, უბრალოდ გამოგეხმაუროთ. როცა თქვენ ამბობთ, რომ შევარდნაძეს ავასახსენებელს შევარდნაძეს უწოდებდნენ დემოკრატიის მამასო, ეს არის არასწორი და ეს არის შეცდომაში შეყვანა მთელი ქვეყნის. კაცი, რომელიც მოვიდა რუსული ბომბებით და ზარბაზნებით, იმას არავინ არ უწოდებდა დემოკრატიის მამას. და ორივე ერთია ესენი, შევარდნაძე და სააკაშვილი, ორივე ერთი კატეგორიის პიროვნებებია და ორივე ერთნაირი მმართველობა გვაჩვენა. მადლობთ.
გასაგებია, დიდი მადლობა. თუმცა ეს არ არის ჩემი ექსკლუზიური ინფორმაცია, ეს წაკითხული მაქვს პრესით, მოსმენილი მაქვს ტელევიზიით და ამიტომ, თორე ბუნებრივია მე არ დამესიზმრებოდა რომ შევარდნაძე იყო დემოკრატიის მამა, იმიტომ რომ ჩემი თვალთახედვით დემოკრატიის მამა კი არა, საერთოდ საპრეზიდენტო კაციც არ იყო, მაგრამ ნუ ეს სხვა საკითხია. თუმცა სხვა შორის აქვე შემიძლია თქვენ კითხვის ფორმით მოგვართოთ ბატონ სერგო. საერთოდ ამბობენ ხოლმე რომ სააკაშვილთან შედარებით უფრო დემოკრატი იყო ედუარდ შევარდნაძე. გსმენიათ ალბათ ამის შესახებ. რამდენად შეიძლება ახლა შედარებითი პორტრეტი მოვახდინოთ ამ ორი ადამიანის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ყველა სხვადასხვანაირად ესმის დემოკრატია. თქვენ როგორ გესმით ამ ეტაპზე? მოდი ესე ვთქვათ, ესე უპასუხოთ. ნუ დემოკრატიაზე საქართველოში ლაპარაკი ყველა სხვადასხვანაირად ესმის, მოდით ამაზე შევთანხმდეთ. რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლებას კიდე ერთი მაყურებელი ხარისხის შედარებაც აი რა ხარისხი, იმიტომ რომ ის სხვა რაღაცა იყო ეს ხელისუფლება ეს. კეთილი, მაყურებელს უსმენთ. საღამოშიდობისა. საღამოშიდობს. ახლა თქვენ ბრძანებდით რომ სოფლის მეურნეობაში ბიზნეს ივანიშვილი მილიარდებს. თქვენ ეგ მართლა გიერავთ. ეს გამორიცხულია. ამხელად თანხა, მაგრამ პირადად დადვოს. მისი ჯიბიდან იქნება ეფული თუ რა იქნება? თუ ბიუჯეტიდან. ეს ტყულია, რატო ატყულებენ და რატო დაბრიყვებენ? ახლა მე მიგვირს. როგორ შეიძლება ეგ 1 მილიარდი? კი, მე მოხარულა იქნეს. ერთი კი არა, ორი, მაგრამ ამხელა ბიუჯეტი ხო ჩვენ ქვეყანას შენობაში არა 7 მილიარდია თუ რაღაცა რა. როგორ ჩადო, ის სხვა რამე ხო უნდა იყოს, თავდაცვა, ჯანდაცვა, რა ვიცი, 1000 რამეა, ხო? 1 მილიარდს როგორ ჩადეს? გასაგებია, შეიძლება იქნება თუ მისი მომხრეები. თუმცა ახლა ბიძინა ივანიშვილის მატერიალურ კეთილდღეობას მე მგონი აღარ ვსჯერობთ აბსოლუტურად, აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ტელემაყურებელს იქიდან გამომდინარე რომ არა მართალია ხა 7 მილიარდიდან 1 მილიარდი მაგრამ თუნდაც თავისი პირადი ფული ჩადოს ბატონო ბიძინა ივანიშვილმა ეს ეკონომიკას არ წაადგება არანაირად და ვთქვათ კრედიტი გასცა ეს 1 მილიარდი ვთქვათ საკუთარი ბანკიდან ჩემი აზრით აქ ცოტა სხვა რაღაცასთან ზუსტად იმასთან დაკავშირებით მოიყვანა ის მაგალითი რომ რაღაც აუქციონს დაემსგავსა რა ეხა სხვათა შორის სააკაშვილმა იქ ქრისტიან-დემოკრატებზე თქვა რომ აი 10 მილიარდის დაპირება გასცაო ერთი კვირის განმავლობაში რა თქმა უნდა ეხა იქიდან გიორგი თარგამაძე პასუხს აქეთ სხვა დაპირებებია და ვინ რამდენზე აწევს თამასას იმაზეა დამოკიდებული მაგრამ ეხა ამორჩეველი მაინც კეთილი, ბატონ სერგო, ისე არ გამოვიდეს თითქოს მაყურებლის, ასე ვთქვათ, კითხვას დაველოდო და ჩვენ ძირითადი თემა, ასე ვთქვათ, ყურადღების მიღმა დაგვრჩეს. მამუკა კაციძეძემ განაცხადა, რომ 99% გადამოწმებულია უკვე ამომრჩეველთა სიის და ცდომილება არის 1%. პარალელურად ბიძინა ივანიშვილის კოალიციაც აპირებს სიების გადამოწმებას. რამდენადაც ვიცით, ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძეც ამომრჩეველთა ლიგის ფარგლებში. მოკლედ ძალიან ბევრი მსურველია. თქვენ რას აპირებთ? პირველი კითხვა ეს და მე რამდენად შეგიძლიათ რომ დობის მანდატი რომელიმე პარტიული სუბიექტის ან თუნდაც სახელმწიფო კომისიას მისცეთ ამ შემთხვევაში რამდენად 1%-იანი ცდომილებით გადაამოწმეს მათ სია? არ ვიცი ჯერ არ ვიცი რა სიაა და რომელ სიაზეა ლაპარაკი რა არის როდესაც გამოაქვეყნებენ გამოჩნდება რომელ 1%-იანი და რომელ 20%-იანი შეიძლება მეტიც იყოს განსხვავება, მაგრამ მე არ დავიწყებ ახლა კომისიის საქმიანობის შეფასებას. ეს გამოჩნდება და დავინახავთ, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა შორიდან გაგცემთ პასუხს იქიდან გამომდინარე, რომ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ჯერ იმ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კომისიაში იყო იმ 17 კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, შემდეგ გვიწევდა თქვა ამროიანისა და ამიქვსიანის წინააღმდეგ ოპონირება და საბოლოო ჯამში მოძრაობა სამართლიანი საქართველოს თქვით გამოთქვით სურვილი რომ სიების გადამოწმებაში ჩვენაც აქტივისტებს მიიღოთ მონაწილეობა იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გქონდა ყველაზე მეტი გამოცდილება ნოველის პერიოდში გქონდა ჩატარებული კარდაკარ პროგრამა და საკმაოდ ბევრი დარღვევა გქონდა ნაპოვნი თუნდაც ამ კუთხით გვეთანამშრომლა რომ წარგვედგინა და ეს ცვლილებები შეგვეტანა ამ კომისიაში მამუკა კაცუძეს კომისიას რო ეძახით რატო ეძახით არ ვიცი რაღაც სიების გადამოწმების ჟურნალისტების გზაა სიების გადამოწმების კომისიაში თუმცა ახლა ვხედავ ერთ რამეს რა ახლა მე უბრალოდ ახლა იმაზე ვინ როგორი ხარისხით გადამოწმებს მე ვიცი როგორც კი ლიგა იწყებს გადამოწმებას მე ვიცი ქართული ოცნება იწყებს სიების გადამოწმებას ახლა ვინ როგორი ხარისხით იმისი უკეთესია იმისი კარგი საბოლოო ჯამში ქვეყანა იქნება გამარჯვებული თუ კი ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა რეალობასთან ახლოსია დაიდება მაგრამ მე მაქვს
პირადად ერთი კითხვა თუნდაც კოალიციასთან, იგივე მამუკა კაციტაძის კომისიასთან. მამუკა კაციტაძე თუ კი ატარებს ამისთანან ხარისხიან კარდაკარ პროგრამას და რომელიც საბოლოო ჯამში შედეგიანია როგორც აცხადებენ. მაშინ მისი წარმომადგენელი, მისი სრულუფლებიანი წევრი, მრეწველები რატო არ აყენებენ კოალიციის დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს საქმის ყურში, რომ სიები 100%-იანი სიზუსტით არის გაკეთებული და აქედან გამომდინარე აღარ არის საჭირო თქვა მეორედ მისი გადამოწმება. ან მოდი მეორე სხვანაირად შევხედოთ, თუ კი მამუკა კაციტაძე ვერ აკეთებს ამ სიებს და იმას მართლა გადამოწმება ჭირდება, რატომ არ ამბობენ ამ კომისიის სრულუფლებიანი წევრები, მრეწველები და რატო არ გამოაქვთ კომისიიდან შიდა სამზარეულო გარეთ და რატო არ ამბობენ და ხმამაღლა რატომ არ აცხადებენ, რომ ამ ესიები კეთდება დარღვევებით. ან ერთი თქვან, ან მეორე თქვან. მე ერთ რამეს ვხედავ რა, ეხლა კარგად კეთდება ესია თუ ცუდად კეთდება, მე ვხედავ რომ ერთადერთ რამეს რომ თქვათ რაღაც ალტერნატიული კომისია შეიქმნება, რომელიც გადაამოწმებს სიებს, ეს ამას ლიგა გააკეთებს, ქართული ოცნება გააკეთებს თუ სხვა გააკეთებს და მე თქვათ ერთი მეორის ლანძღვარო, აი შენ არასწორად გააკეთე, შენ ნესწორად გავაკეთე. ანუ მე რას ვიზახი, თქვენ უნდობლობას უცხადებთ ყველა ამ მე ვიზახი ერთ რამეს. რას არ აკეთებს სწორად ეს კომისია. მე მაგალითად ძალიან განაცხადებული სხვა შორის არც არასოდეს უჭერდით ხარს შევთავაზეთ ჩვენ თანამშრომლობა და ჩვენ არ თანამშრომლობთ, სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას, მაგრამ კომისიის წევრი პარტია, როგორც არის მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. იღებს თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მამუკა კაციტაძის კომისიის მიერ გადამოწმებულ სიებზე და თუ არ იღებს რა დარღვევებით კეთდება, ხო კომისიის წევრები არიან და მათ ხო ყველაფერი კარგად ესმით, ისედაც ხო ხედავენ რა გააკეთა ამ კომისიამ. ესე იგი, იმდენად კარგად ხედავენ, რომ ქართული ოცნება მეორედ გადამოწმებას აპირებს ამის. მაშინ თქვან რა. კარგით, ანუ ერთმანეთთან მე მგონი უნდობლობა უფრო გაქვთ პარტიებს, არა, უნდობლობაზე არ არის. მე სიმართლე რო გითხრა, ბიუჯეტის 5 მილიონი იხარჯება ამ კომისიაზე და თუ კომისიამ ესია არ გააკეთა, მაშინ რატო არ ამბობს ამას? მაშინ რატო არ ამბობს ამას მრეწველები? კეთილი, მე ჩვენ ყავს მაყურებელი, ვუსმენთ მაყურებელს. ალო, საღამომშვიდობით, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს სტუმარს. მე მაქვს ასეთი რაღაც კითხვა. მე მაინტერესებს, მე დავრეკე მამუკა კაციტაძის საარჩევნო კომისიების დაზუსტების მამუკას კომისიაში როგორც ეძახით და მივაწოდე ასეთი ზუსტი ინფორმაცია, რომ მე არის ერთი და იგივე, მე მაქვს ინფორმაცია, ერთი და იგივე პიროვნება, რომელიც არის ორი გვარით. ერთი გვარით არის სხვა რაიონში საკუთრების რეგისტრირებით, მეორეში არის უბრალოდ რეგისტრაცია გატარებული, აქვს ორი პირადობა. მე უთხარი გადაამოწმეთ და მოხსენით რეგისტრაციიდან. არა, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. რამდენად მართლები არიან, მობრძანდით აქ და ისე გვითხარით. მე უბრალოდ უთხარი, რომ უბრალოდ ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, რომ მანდ მოვიდე. გეუბნებით ჩემს საკონტაქტოდ სახელის გვარს, ყველაფერს გეუბნებით მეტი და რით არის დაუზუსტებელი ვერ გავიგე. ამიტომ ძალიან ეჭვმეპარება, რომ ზუსტი სიები იყოს ბატონი კაციტაძის მიერ შემოწმებული. კეთილი, დიდი მადლობა. გთხოვთ, ასეთი ძალიან ბევრი ფაქტი იქნება, ბუნებრივია და ყოველთვის იყო ალბათ წინასაარჩევნო ვითარებაში. ზანა, ეხლა მე თქვა წინასწარ რაღაცას უნდობლობა გამოუცხადო, რომლის შედეგი არ ვიცი რა არის. არის მე წინა ეთერშიც დამირეკეს, თქვა დარეკა ასეთმა ერთ-ერთმა ქაბატონმა და თქვა რომ 5 შვილი მყავს, 5-ე საზღვარგარეთ არის, მოვიდა კომისიის წარმომადგენლები და ისევ ჩვეულებრივად სიაში არიან ეს ადამიანები. ეს პრობლემა დგას. მე მგონი იმაზე იყო ლაპარაკი, სად დაერეგისტრებიათ ან საზღვარგარეთ ყოფი ადამიანები ან რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე არა მაქვს არც ინფორმაცია. არ ვფლობ, იქიდან გამომდინარე, ჩვენი პარტია არ თანამშრომლობს. მე ამიტომ მაქვს რა ეხლა, ის კი არა მაქვს ეხლა რომ კონკრეტულად აი ჩავაცივდი ამ რეწოდებას. კოალიციაში არიან და იწყებენ გადამოწმებას. აი ძალიან მაინტერესებს, რატომ არ იძახიან რომ თქვა ეს არ კეთდება კარგად. ან რატომ არ იძახიან რომ ეს გაკეთებულია 99%-იანი სიზუსტით და სრულიად ზედმეტია სხვა კომისიების და სხვა კარდაკარ პროგრამების ჩატარება. კეთილი, სანა მაყურებელი შემოვა, არ შემიძლია უბრალოდ არ კითხოთ, აი მრეწველების ფაქტორთან დაკავშირებით. შეხედეთ ახლა თქვენ რა ბრძანებთ, რომ მრეწველები არიან კოალიციის ფარგლებში. ამ დროს კოალიცია ფიქრობს, რომ გადაამოწმოს სიები, ამავდროულად მრეწველები იმყოფებიან მამუკა კაციტაძის კომისიაში. რა თამაშია?
ახლა თამაში მე მაშინ ახლა რატო არ არის კოალიციაში სიტყვაზე რატო არ არის დაპატიჟებული თქვა მემარჯვენე რატო არ არის ქრისტიან დემოკრატები ხო რატო არ არის დაპატიჟებული და რატო აქვს სიტყვაზე კოალიციაში მრეწველები მე არანაირი ანუ გამოდის რომ მე კითხვა დავსვი და თქვენც კითხვა დასვით ხო არა მე მაგრამ რადგან ასეა და რადგან ეს თქვა რეალობა ეს არის მოდი თხოვოთ ან თქვათ გამოვიდნენ და თქვენ იმიტომ რომ მე მაგალითად ადამიანი ვარ ვისაც სიტყვაზე არ ჯერა არის ადამიანი რომელსაც ჯერა რომ 99%-იანი სიზუსტით არის დადებითი თუ ამ ხალხმა ამისთანა სერიოზული სამუშაო შეასრულეს და 99%-იანი სიზუსტით დადეს სია მაშინ გამოვიდნენ მეწოდებმა უთხრა რომ აღარ არის საჭირო კარდაგარ პროგრამა ამომრჩეველთა ლიგასაც უთხრა იმიტომ რომ 10 ჯერ რო შემოვა ჩემთან ადამიანი სახლში, ერთხელ დამიკაკუნეს და მითხრეს რომ რამდენი კაცი ხართ, ჩაწერილი მივეცი ეს პირადობის ფოტო. ეხლა მეორედ მოვა ვიღაცა და მე მესამედ უნდა მოვიდეს და ბოლო გასაგებია. ჩვენ შეგვიძლია შემოუშვათ უკვე ეთერში მაყურებელი, მაგრამ სანამ კითხვას დასვამს, თუ შეიძლება რომ ვკითხოთ მას, რამდენად უცხადებენ ისინი ნდობას მამუკა კაციტაძის კომისიას. მაინც ეს ტერმინი გამოვიყენ. გისმენთ? პირდაპირ ვარ? გამარჯობა. გამარჯობა. კაციტაძის კომისიასთან დაკავშირებით. 5 დავრეკავ მე. ახლობით 2000 კაცი უბანია ერთი. კაციშვილს არ უნახავს კაციტაძის წარმომადგენლები. და როგორ უნდა ვენდოთ ჩვენ მას და მის კომისიას კაცი გამოდის აცხადებს 90% დამთავრებული მაქვსო. ამ დროს დაახლოებით 2000 კაცი ერთი უბანი კაციშვილს არ უნახია არც მისი კეპკიანი თუ მაისურიანი თუ სხვა ის 11000 წარმომადგენელი ერთი კაცი მაინც. გასაგებია ეს კონკრეტულ ერთ უბანში თუ საერთოდ მთელს რაიონში არ გინახავთ? უბანში არ ყოფილა საერთოდ. გასაგებია ძალიან დიდი მადლობა. გისმენთ? მე მოგახსენებთ როდესაც ეს კომისია შეიქმნა მე დავინახე ხელისუფლებისგანაც და სხვათა შორის საზოგადოება ერთ იყო მაშინ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ იყო პოლიტიკაში მოსული, რომ იყო პოლიტიკური ნება და მე მგონი დღესაც უნდა იყოს ეს პოლიტიკური ნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიდოს ნორმალური სია. მე როგორც ვიცი, მამუკა კაციტაძის კომისიამ მიიღო სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისგან სიები. ანუ არის ახლა სიები, ვთქვათ, რეესტრის, არის ვთქვათ, სხვა რომელიმე უწყების სიები, ვთქვათ, არის კიდევ სხვა, არის ვთქვათ, თელასი, არის ვთქვათ, ყაზტრანსგაზი და რაღაცა სიები, რომლებიც უნდა დადარებულიყო ერთმანეთს, რაღაცა საბაზისო სია უნდა გაკეთებულიყო, ეს მე რა ინფორმაციასაც ვფლობ. და იმის შემდეგ უნდა დაწყებულიყო კარდაკარი. ეხლა სიმართლე რო გითხრათ, არც ჩემთან არ არიან ნამყოფები, მე არ ვიცი. არც ჩემთან არ მოსულა. ბუნებრივია, ხომ მე ხალხში არ ვარ, ხოლმე ხშირად, მაგრამ ოჯახის ეს არ მაძლევს იმის საფუძვლეს, რომ ვთქვათ, მე ვთქვა, რომ მე ან სიაში არ ვიქნები, ან სწორად არ იქნება აგრეთვე, რატო? იმიტომ რომ შეიძლება მიცვალებულების სია მოუვიდათ, ვთქვათ, რაღაცა საზღვარგარეთ წასულების რაღაცა დაადარეს, რაღაცა და ვთქვათ, რაღაცა საბაზისო შეიქმნა, რომელშიც მე არც საზღვარგარეთ ვიმყოფები და ჯანმრთელათა ვარ და შეიძლება დავრჩე სიაში. არ ვიცი, აი უბრალოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც ცხადდება 99%. ანუ მოდით რას ვიძახე, იცით? ეს კითხვები, ამ კითხვებზე ორივე მხარეს შეუძლია პასუხი გასცეს. ეს შეიძლება გასცეს კომისიაში წარმომადგენელმა პარტიებმა და ეს შეუძლია ქართული ოცნების კოალიციის წარმომადგენლებმაც გასცენ პასუხი, იმიტომ რომ მათ ეს ინფორმაცია ჩვენზე მეტად უნდა გქონდეთ. კარგი, თქვენ ბრძანეთ, რომ 5 მილიონია გამოყოფილი ამ სიების გადამოწმებაზე. ზოგიერთი თავის ხარჯებით გადამოწმებს, ალბათ თავის ხარჯებზე გასაგებია, მაგრამ მართლა კიდევ ერთხელ მინდა მოგიბრუნოთ ეს კითხვა. რატომ გახდა საჭირო ამდენად დიდი თანხის გამოყოფა და ბოლოს მაინც ვერ მივდივართ ლოგიკურ შედეგამდე? ყველას აქვს უნდობლობა ამ სიების გადამოწმების მიმართ, რეალურად არ ვიცით, რამდენი ამორჩეველი ყავს ქვეყანაში. როდის დამთავრდება ეს პროცესები? არც პროცესები თავარია შედეგი იყოს. ყველა არჩევნების წინ ხდება სპეკულირება ამ თემებით და ამიტომ თავარი რა არის, ცით, ეხლა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის იწყებს კამპანიას. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო კამპანია, ვთქვათ, რომელიღაცა სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, ვთქვათ, მომავალში უნდა დაიწყო. ხო, იმ ხალხთან შეხვედრებს, იმ შენი ამორჩევლის აღრიცხვას აზრი არ აქვს, თუ ეს ყველაზე ფუნდამენტალური საკითხი, სიების საკითხი მოგვარებული არ იქნება. მე არ ვთვლი, რომ 5 მილიონი დიდი თანხაა გამოყოფილი ამ სიების გადამოწმებისთვის. ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხის მოგვარებას 10 მილიონიც რო დაჭირებოდა, უნდა გადაეხადა. გასაგებია, მაგრამ რას აკეთებდა 8-იანი, შემდგომ 6-იანი, შემდგომ 5-იანი დარჩა. არ ვიცი, სამწუხაროდ აი ახლა იგივე კითხვებია რა. ახლა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ბიძინა ივანიშვილის
პოლიტიკაში მოსვლამდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხად იდგა, რომ გარემოს ვაუმჯობესებთ, ამას ვაკეთებთ. ნუ ახლა უბრალოდ მე იხსნიან პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები პასუხისგებლობას, თორე რესპუბლიკელებიც და ავასანიაც არ აუმჯობესებდნენ, ლიდერები ეგენი იყვნენ იმ საარჩევნო გარემოს, რა გააუმჯობესეს და რაზე აქვს ხელი მოწერილი. უწყებათა შორისი კომისია 150 მანდატი, 190-ის ნაცვლად რაზეც ხელი იყო მოწერილი და ესიების გადამოწევა. რომელზე აიღეს ამ ხალხმა პოლიტიკური პასუხისგებლობა? რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი, ან რა შუაშია ახლა ხელისუფლება? წავიდა ეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, მივიდნენ, დასხდნენ, ერთი წელი ხალხი ატყუეს, საბოლოო ჯამში რაღაცა კომისიები, ორი კომისია და მივიღეთ 150 მანდატიანი პარლამენტი, რომელსაც 190 უნდა ყოფილიყო, რაღაცა გაურკვეველი რაღაცა შეთანხმდნენ და არავითარი პოლიტიკური პასუხისგებლობა. ეს ხო მათი გაკეთებულია. ადამიანები, რომ ეს ერთგვარი სპეკულირების თემა გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთგვარ გარიგებაში შევიდნენ ერთმანეთთან ეს ადამიანები. თვითონ ეთქვეს იმ რუიანის წარმომადგენლებმა ერთმანეთზე გაიშვირეს ხელი, რომ ესენი იყვნენ ერთი მხარე შევიდა გარიგებაში, მეორე გამოვიდა გარიგებიდან. მე ვერავის ვერ დავადებ. ერთადერთი შედეგი, რაც მივიღეთ, ერთი წელი პოლიტიკური დებატებისა და ბატალიების და ამ ერთი წლის შემდეგ აი ეს გაუმჯობესებული გარემო, რასაც თქვენ ხედავთ. და თუ ეს ასეა გაუმჯობესებულია, მაშინ არავის პრეტენზია არ ქონდეს რა, ეს არის. ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ამ რუიანის და იმ მერეს შემდეგ ექვსიანის ქმედებებს, მაგრამ კარგი, მე მგონი კიდევ გუნდია ზუსტად რომელიც ახლა კოალიციაშია და კი ბატონო გადაამოწმონ მეორედ, მესამედ გადაამოწმონ, მაგრამ პასუხისგებლობას ნუ იხსნიან. კიდევ თხოვთ მაყურებელს დასვას კითხვა. ერთი თუ ესეთი შეკითხვა მაქვს. ჩვენ მე ვარ 16 წელიწადია უმისამართო. ხავს 3 შვილი, ნუ მოკლედ ამორჩეველთა სიებით ვართ 5 კაცი. სად ვართ მიწერილი, ვინ ვართ, რა ვართ, საერთოდ არაფერი არ ვიცი. რამდენი ხა ესე ზვიადის მერე არჩევნებში საერთოდ არც მიმიღია მონაწილეობა. უბრალოდ მაინტერესებს როდემდე შეიძლება რომ ეს ვიყოს. ვისად მიდის ის 5 და 6 ხმა. გასაგებია, დიდი მადლობა. ნუ ხედავთ რა პრინციპში ეხლა ჟანა გადავედით, მე არ ვარ რა კომპეტენტური ამ საკითხში, უბრალოდ კი, მაგრამ პარტიის ლიდერი ხარ და ვალდებულიც ხარ, თქვენი აზრი უთხრათ. სადაც ჩვენ ხელი მიგიწვდა, ყველაზე პირველი მოძრაობა სამართლიან საქართველოს ჩაატარა 2010 წლის თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნების წინ კარდაკარ პროგრამა, მაგრამ მაშინ არ იყო ნება. ჩვენ რამდენი დარღვევაც არ უნდა მოგვეპოვებია და მიგვეტანა ეს ვერ სწორდებოდა. გამიგეთ, ვერც საარჩევნო უბნის დონეზე, ვერც ოლქის დონეზე და საერთოდ უბრალოდ ეს დარღვევები დაგვწვა დარღვევებად რა. მაგრამ თვითონ იმ პერიოდშიც კი და მას შემდეგაც მე ვამჩნევდი, რომ დაიყო რამოდენიმე ესეთი შეხვედრა, რომ სურვილი და ნება პოლიტიკური ხელისუფლებასაც ჰქონდა საბოლოო ჯამში თვითონაც აინტერესებს თავისი ამორჩევლის დათვლა, მაგრამ უკვე იმდენად აირია და სწორედ ეს მინდა კითხოთ, სურვილი და ნება გქონდა ხელისუფლებასაც, რომ ბოლოს და ბოლოს სრულყოფილი სია დაედო. რა უშლის ხელს? ფინანსები? ახლა ბატონო, არის ფინანსები. რატო ვერ მივდივართ გეტყვით რა, ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, მოიხსნა პოლიტიკური პასუხისგებლობა, არ აიღო თავის თავზე. მას უფრო მეტი რესურსი ჰქონდა და მეტი, ვთქვათ, ოფისიც და ადმინისტრაციულ შენობაც და კომპიუტერიც და ყველაფერი. მაგრამ მოიხსნა პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ოპოზიცია გაჰყვიროდა და ეუბნებოდა სიები. კი ბატონო, და მისცა ოპოზიციურ ძალებს ადექით და გადაამოწმეს და ნახოთ ახლა შედეგი. ნახოთ, აი რა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ 99%-იან სიზუსტეს. გასაგებია მაყურებელს ვთხოვთ. თქვენთან ასეთი შეკითხვას და თხოვნას, რა დააშავეს იმ სპორტსმენების, გარდაცვლილი სპორტსმენების ოჯახებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებსაც არც ერთმა პარტიამ და არც მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია და ძალიან დიდი დამსახურება და მოაწილი მიუძღვით საქართველოს სპორტის აღორძინების წინაშე. გასაგებია, მადლობთ. სოციალური საკითხები და მათ შორის ასეთი ჩვენი ღირსეული მოქალაქეების პრობლემები. ალბათ ეს ჩვენ საარჩევნო პროგრამაში ვილაპარაკებთ როგორ და რანაირად, მაგრამ წინა ეთერის დროსაც იყო წარმოიდგინეთ ახლა სპორტსმენები კი არა ფრონტზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულები, იქიდან ჩამოსული ინვალიდები და 22 ლარიდან რაღაცა თვალსაცემად პატარა თანხებია.
სერგო, მე მინდა ალბათ გადავიდეთ უპრიანია ახლა თქვენს წინასაარჩევნო კამპანიაზე, რამდენად აქტიურად ებმებით უკვე წინასაარჩევნო კამპანიაში და რა ეტაპზე ხართ ამ დროისთვის, იმიტომ რომ ოქტომბერში უკვე არჩევნებია და ალბათ უფრო ეფექტური იქნება, რომ ადრიდანვე დაიწყოთ მზადება. თუმცა ბევრად უფრო ადრე დაიწყეთ მზადება, როგორც სხვა პარტიებმა, მაგრამ ეხლა უფრო გააქტიურების სტადიაში ხართ ალბათ. პირველ რიგში მე ჩვენ ამომრჩეველს და ჩვენს ხარდაჭერებს ვეტყვი რომ 1 ივლისიდან გაიხსნება საქართველოში ყველა რეგიონალური ოფისი დაიწყებს რეგიონალური ოფისების ფუნქციონირებას და ეტაპობრივად გადავალთ უკვე რაიონული ოფისების გახსნაზე. ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარი იყო ჟანა თუ ჩვენი პარტიის თქვათ საიტს და ჩვენ მოქმედებს აქცევენ ყურადღებას ახლა ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი აქტიური წევრები კი აქცევენ ყურადღებას ძალიან ბევრი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შევცვალეთ, მიდის დაკომპლექტება. მე ხა არ მინდა რომ გავემეორო ჩემი წინამორბედის შეცდომები, პარტიაში პრაქტიკულად არ იყო თანამოაზრეთა გუნდი, იყო სხვადასხვა ტიპის ადამიანები, სხვადასხვა წრიდან გამოსული ადამიანები. ერთადერთი საერთო იდეა რომელიც იყო მაშინ და რომელიც საბოლოო ჯამში ვერ შეინარჩუნებდა ამ ერთ გუნდის პრინციპს, ეს იყო მხოლოდ რუსეთთან კეთილმოზრუნებული ურთიერთობის აღდგენა. დანარჩენი იდეაში პარტიაში სულ განსხვავებული ტიპის ხალხი იყო. ეხლა გუნდი ცოტა სხვანაირად კომპლექტდება, სხვა ტიპის ადამიანები, ერთი და იგივე პრინციპულად ერთი და იგივე პოლიტიკური პლატფორმის ერთი და იგივე ხედვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ბევრი დროს ვთმობთ იმას, რომ რაც შეიძლება კარგად შევისწავლოთ ჩვენი თავმჯდომარეები, ჩვენი ის ადამიანები, რომლებიც საბოლოო ჯამში კენციყრიან და კანდიდატებად მოვიაზრებთ რაიონებშიც და თბილისშიც მათ შორის ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ კარგი რესურსით გავდივართ არჩევნებზე, საკმაოდ სოლიდურ ხმებისაღებასაც ვფიქრობთ და მე მგონი და საბოლოო ჯამში როგორც არ უნდა დავთავდეს კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ჩვენ ამომრჩეველსაც და მთელ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს დავუმტკიცებთ, რომ ჩვენი მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა პარტია, ჩვენ დავემკვიდრებთ ქართულ პოლიტიკაში ადგილს და საკმაოდ კეთილი, მაყურებელს ვთხოვთ დასვას კითხვა. ბატონო. გამარჯობათ. გამარჯობა. მეც მაყურებელი ვარ და მაინტერესებს რა თქვენი სახეების წარდგენება და ოფისის ეს რა ქვია მისამართი. კეთილი, მადლობთ. მე მოძრაობა სამართლიანი საქართველოს თავმჯდომარე ვარ სერგო ჯავახიძე, ქალბატონი ჟანა. არა, თქვენი ოფისის. და ოფისის მისამართი წარგვიდგინეთო თავია და ოფისის მისამართი არის წერეთლის 77A. ეს არის კოკაკოლის მოპირდაპირე მხარეს. თუ მოგზანდებით კეთილი, ბატონ სერგო, რა უნდა გკითხოთ? ბუნებრივია კოალიციამ მთელი ზარზე იმით შემოეჭრა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და საკმაოდ ძლიერ, ასე ვთქვათ, ორგანიზაციად იქცა, პოლიტიკურ ორგანიზაციად, მოდი ასე ვუწოდოთ მათ. მაგრამ დარჩნენ კოალიციის მიღმა სხვა პარტიებიც, ოპოზიციური პარტიები. ამ შემთხვევაში თქვენ როგორ აპირებთ კონკურენციის გაწევას ამ პარტიებისთვის არჩევნებში? ჩვენი ამომრჩეველი ყავს. ჩვენი სექტორი. კი, მაგრამ ხოთე შორის რამდენადაც ვიცი დაკარგეთ თქვენ რამდენიმე ადამიანი, თუნდაც კოალიციის სასარგებლოდ ან პარტიის მიგრაციებით ხდება ხოლმე ხშირად. კი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჟანა, რამდენი ადამიანიც მიდის, თქვათ, შეიძლება ორი იმდენი მოდიოდეს, ამ თქვათ ნაკლები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენა აუცილებლად წავეხა. ზოგიერთი ადამიანი ელოდებოდა თქვათ იმ მოგებული პროცესის დამთავრებას, რომ ხელფასი აიღო და თქვათ მერე წასულიყო. ზოგიერთი ადამიანი ბოლომდე გვერდგულა და არ იყო დამოკიდებული იმაზე, რომ თქვათ კარდაკარ პროგრამაში დავალიანება რაც იყო ასაღები, იმის გამო არა ვარ პარტიაში და მას სხვა რამე აკავშირებდა ჩვენთან და საბოლოო ჯამში ერთ დასკვნამდე მივედით, რომ უფრო ბუნებრივი წმენდა მოხდა პარტიაში და თქვათ გამოჩნდა ის ადამიანები, ვინ იყვნენ ფულის გამო პარტიაში მოსულები, ვინ იყვნენ თქვათ სხვადასხვა რაღაცების გამო. ახლა პრაქტიკულად გუნდი, რომელიც დარჩა, ეს არის მართლა იდეის ერთგული, იმ პრინციპის ერთგული, რასაც ჩვენ ვაპირებთ და ალბათ განვახორციელებთ და ამას კიდევ პლუს ემატება ის ახალი ადამიანები, ის შემოერთებული ადამიანები, რომლებიც ჩვენ აზრებს იზიარებენ და რაც შეეხება თქვათ ახლა კოალიციის მოსვლას, თქვათ და ზარზე იმით შემოსვლას და არიქა და ის ყველას წარმატებას უსურვებ და ყველას დამიჯერეთ, რომ ყავს თავისი ამომრჩეველი.
ყველას ბატონ სერგო, ხშირ შემთხვევაში ყველას ყავს თავისი ამომრჩეველი, აი ამ ფრაზის გარშემო ხშირად ხდება ხოლმე კამათი და რა თვალსაზრისით. ერთი პარტია ამბობს, რომ ჩემს რიგებში 4000 ადამიანია გაწევრიანებული, ზოგი ამბობს, რომ ჩემს რიგებში 10000, ზოგი 9 მილიონსაც ითვლის თურმე, მაგრამ ეს ძირითადად ხდება განხილვის თემა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია. შეგიძლიათ თქვათ, თუ საიდუმლო არ არის თქვენი პარტიის რიგები, რამდენ ადამიანს მოითვლის თუ ეს უბრალოდ პარტიის საიდუმლოებია არის? მე გეტყვით ეხლა ზუსტად იმ ციფრს, ესე იგი, ანუ ჩვენ როდესაც ყრილობას ვატარებდით, ჩვენი წესდების ერთ-ერთი მუხლით ჩავატარეთ ყრილობა, რომლის მიხედვითაც პარტიის 1/3 მოთხოვნით უნდა ყოფილიყო დანიშნული ყრილობა. მაშინ ჩვენ იუსტიციის სამინისტროში ჩვენი პარტიის წევრების, რომლითანაც დარეკილი ჰქონდა და ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ, ანკეტები დაახლოებით 2500 ანკეტა წარმოადგენთ. ანუ რისი თქმა მინდა. ეხლა მე არ ვამბობ, რომ თქვა ეს 1/3 იყო და არ იქა 7500 პარტიის წევრი ყავს ეხლა დღევანდელი მდგომარეობით, მაგრამ იმ მდგომარეობით, რაც ჩვენ ეხლა მას შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ხა ქართულ ოცნებაშია გადასული, ძალიან ბევრი ადამიანი თქვა სხვა პოლიტიკურ ძალას შეუერთდა, მაგრამ ალბათ ამის ინვენტარიზაცია და ამის საბოლოო ის, როდესაც დაკომპლექტებას დავიწყებთ უკვე კონკრეტულად ჩვენ უბანზე წარმომადგენელი ყავს, ჩვენ კვალიფიციური სუბიექტი ვართ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოსდება, ბევრი დაგოკლდება წინა იმიდან ბევრი მოგვემატება. ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 15 საკრებულოს წევრი ყავს და უკვე გარკვეული გაქვთ მაჟორიტარულ დონეზე თქვენი წარმომადგენლების ვინაობა. დაახლოებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 25 მაჟორიტარზე. პრინციპში ქართლი რაღაც სამეგრელოს ნაწილი კახეთში თბილისში ყავს წარმომადგენლები, დაახლოებით 20-25 მაჟორიტარი უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ უკვე ნელ-ნელა თვით ჩვენ საიტზე ვინმე შედის, ნახავს რომ უკვე ვდებთ მათ ავტობიოგრაფიას, მათ სურათებს, ყველაფერს და ნელ-ნელა ალბათ ერთ-ერთ დღეში ყველას გამოაცხადებთ, მაგრამ ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ პირველ დასაწყისისთვის ყრილობა მოვიწვიოთ, ყველა მაჟორიტარი წარუდგინოთ ადამიანებს და მერე დავიწყოთ რეგიონებში და რაიონებში. კეთილი, გადაცემის დრო რახან იწურება, ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ ბოლო კითხვაზე რაღაცნაირად მესიჯების სახით მიპასუხოთ. სერგო ჯავახიძე რა რეცეპტს გამოუწერდა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, როგორ ვუზრუნველყოთ ნორმალური საარჩევნო გარემო შექმნა. ჯერ კიდევ არის დრო, რომ რაღაც საკითხები მოწესრიგდეს, გასაგებია სიები და ამაზე უკვე ვიმსჯელეთ, მაგრამ კიდევ რა არის, რა სეგმენტია დასახვეწი იმისთვის, რომ მივიდე დემოკრატიულ არჩევნებამდე, შემდგომ ეს განვახორციელოთ რეალობაში. გეტყვით, პირველ რიგში არის კანონი, როგორც საარჩევნო კანონი, ისე სისხლის სამართლის კანონი და ასე შემდეგ, სამოქალაქო სამართლის კანონი. ის რომ არსებობს ეს კანონი და შეტანილია ცვლილება, უნდა გაითვალისწინოს და არ უნდა გახდეს ეს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს, არ უნდა გახდეს, თქვათ, მე რაღაცა განცხადებების და აპელირების და პოლიტიკური კულების ჩაწერა. ყველამ კარგად იცის, რომ თქვათ, რაღაცა მიცემა, რაღაცა იქ თანხები, ეს არის მოსყიდვა, ხო? აქედან გამომდინარე, ამისგან თავი შეიკავონ და კანონი იყოს უზენაესი. რაც შეეხება, თქვათ, ხელისუფლებამ და თქვათ, დანარჩენ პოლიტიკურმა პარტიებმა, ამ მიმართებაში ვიტყოდი ერთ რამეს. რა პრინციპითაც, თქვათ, ქართული ოცნება მიდის და იზახის, რომ მე მხოლოდ არჩევნების გზით შევცვლი ხელისუფლებას და მხოლოდ აი ამ დასავლური ტიპის შეხვედრებით და თქვათ, ამომრჩევლის დაყოლიების და მოძებნის პრინციპი რახან ეს არის გზა არჩეული, დარწმუნებული ვარ და მე ვხედავ ისედაც ნათლად, რომ ხელისუფლებისგან არავით არის ისეთი კატასტროფული ხელის შეშლა არ ჩანს, რომ თქვათ შენ ამომრჩეველი ვინმე ძალით წაგართვას და ან ვიღაცას თოფი დაადოს. პრინციპი სწორად არის ნაპოვნი და მე მგონი ამ პრინციპით გამოჩნდება რა, ახლა როგორ შეიძლება რომ თქვათ ვიღაცა ადამიანს თოფი დაადო და ამიტომ აგეო ხმარნოს ეს იქ საარჩევნო ყოფთან ყველა არჩევანში თავისუფალი იქნება. უბრალოდ არ უნდა იყოს თქვათ ის რომ პოლიტიკური კულების წერა იქიდან გამომდინარე რომ აი ის დააჯარიმეს ეს დააჯარიმეს შეიძლება მე და ძალიან მიყვეს ახლა 7000 ლარი დააჯარიმეს ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება 100000 იყოს დასაჯარიმებელი უნდა დაჯარიმდეს და აღარ უნდა განმეორდეს იმიტომ რომ ჩვენნაირი წირი ფინანსების პარტია კარგავს ძალიან ბევრ ამორჩევას უბრალოდ იმ მოლოდინში რომ ვიღაცა გაცილებით მეც გადავხდეს გამიგეთ და ეს არ არის ობიექტური რა მაგას გასაგებია მაგრამ ამორჩევლის მოსყიდვად აღიქმება ყველა ის ქმედება რა სიკეთესაც დაუშვათ ახორციელებს კონკრეტული პარტიული სუბიექტი ამორჩევლის მისამართი და შემდგომ ეს ჯარიმების ობიექტი ხდება ხოლმე ამიტომ ეს ძალიან საკამათო თემაა ამიტომ თავი შევიკავოთ ხო ახლა
გუშინ უყურებდი დუმბაძის გოგო იყო. მოგელაძის უწყება სწორედ ამის მით არ შეიქმნა, რომ კი ბატონო, და გავუთავისუფლოთ პარტიული სუბიექტები. კი ბატონო, გავუთავისუფლოთ, იმიტომ რომ ახლა მე არ მინდა რაღაცა ფაქტების დასახელება, მაგრამ ჩემ თავმჯდომარებს შესთავაზეს რამოდენიმე 500 ლარი, 1000 ლარი ხელფასი, მაგრამ არ კოალიციაზე არ ლაპარაკობ, სხვა პოლიტიკურმა ძალებმა გამიგეთ და ეს არ არის რა ახლა ის ფორმა რომ ვთქვათ, რადგან ახლა მე არ ვხდი ვთქვათ 1000 ლარს, ჩემი ის უნდა, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს ამას და თუნდაც ნათია მოგელაძის სამსახურიდან. არ შეიძლება რა, თუ ობიექტური არჩევნები გვინდა ესა. კარგით, ბატონ სერგო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა პარტიას მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. გახდათ პარტიის თავმჯდომარე ბატონი სერგო ჯავახიძე, მე კი ჟურნალისტი ჟანა ასაიძე. მადლობთ.